მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ვიმყოფები ისევ რამაზ შენგელიას 7 ნომერში. კიდევ ერთი საინტერესო ოსტატი ხელოსანი უნდა გადავიღო. უფრო სწორად ეს კაცი აკეთებს საოცრებებს 3D პრინტერის საშუალებით. ასეთი სახელწოდები ქვია ამ საამქროს კუბი დონი. ალბათონ კუბი დონი. აი ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ მობრძანდეთ. გამარჯობა ჩემო მეგობარო. გამარჯობა. იესალმე YouTube არქივი არავის მაყურებლებს. მობრძანდით. თქვენ სახელი? მალხაზი. მოგესალმებათ, გიორგი. სასიამოვნო. მოკლედ, აი ასეთი სივრცეა აქვს. ბატონო მალხაზი. მოდი ახლა მოვუყვეთ ჩვენ მაყურებლებს, რა კეთდება აქ ამ 3D პრინტერის საშუალებით. 3D პრინტერის სიმართლე რომ გითხრათ, ერთი პატარა ეს არის ძალიან მდგარი, რომელიც არ დგას, მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრ რაღაცას ვაკეთებ. გვაქვს ასევე UV პრინტერი, აქეთ რომ მოვძანდეთ. ეს არის UV პრინტერი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მყარს ზედაპირზე ბეჭდვა. უბრალოდ ამისი მაგალითები, აი შეიძლება რაღაცები იყოს ეს ამით, მანდ ნაკლებად ჩანს, აი აქეთ რომ მოვძანდეთ. კი ბატონო. აი ეს მაგალითად არის ახლა UV პრინტერის დაბეჭდილი შიგნით. ხოლო აი ეს გრავირებები და ორნამენტები გაკეთებულია ლაზერმჭრელი, აი აგერ არის ლაზერმჭრელი. ეს რა მხელა აპარატი ხო? ნუ ამას შეუძლია უკვე დაჭრა, მანდ დაბეჭდვა, როგორც გითხარით და 3D პრინტერი შეიძლება იყოს ყველაზე პატარა და მდგარია ამათთან შედარებით. ნებისმიერ მასალაზე, პრინციპში ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. ძირითადად აი კუბიდონზე შეგიძლიათ ნახოთ, ვაკეთეთ ფოტოალბომებს. და იმს გავცხელთ ნაკეთ ნივთებს, მაგრამ მაგის გარდა, ნუ თანამშრომლობთ სხვადასხვა მეწარმეებთან, თუნდაც ან კომპანიებთან და ნებისმიერი ნივთის დამზადება შესაძლებელი. ეხლა სტიკერების და მსგავსი რაღაცების გარდა თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. გენაცვალეთ თქვენ. მე მაინტერესებს აი რაღაც პლასმასის დეტალების. ნუ უფრო სწორად G10 ეგ ხო პლასმასი არ არის. ეგ უფრო აი რა გაინტერესებს რომ მითხრათ და შეგვიძლია მოპლასმასებული ნივთების დამზადება და რაღაც ეგეთები. ერთი. აი თქვენი შექმნილია მაგალითად. კი, აი ნუ ესენი ნაკლებად არის ამის ვარიანტები არის ესე ვთქვათ ინტერნეტში და ეს ტიპები ესე ვთქვათ უკვე გაკეთებულია. გამოფენაზე მინახი ხარ თქვენ გამოფენაზე? რაღაცები შეიძლება, კი, გამოფენაზეც ვარ ხოლმე. როგორ რაღაცები. აი ეს აქედან გამოფენა. აი ეს ყოველშორის გუშინ შეიძლება სხვა ნახეთ. სხვა ნახე, კი. და იქ რო გააკეთეთ ბავშვთა ჩუქეთ ვიღაცას გამოფენაზე ასე მახსოვს თითქოს. ეს ნაკლებად გონი ხა გავიტანთ პირველად, მაგრამ აი მსგავსი რაღაცები რა ნახოთ. უფრო ქართული რაღაც ნივთების თავიდან ისე ვთქვათ. ესე 3D პრინტერზეა? 3D პრინტერზეა გაკეთებული. საინტერესო მაგალითად. ძირითადად აი ამისთვის მაგ ეხლა შევიძინე დანადგარი და დანადგარი რა უფრო აპარატია ისე ვთქვათ. ძირითადად გათხოვა მაგ რომ ესეთი ქართული რაღაცა ნივთები დაუბეჭდო პატარა მინიატურულ. ხო, პლასტიკი ქვია, ხო, ამას. ესა ტელია, როგორც ერთი მასალა. ნუ საკმაოდ ისეთი კარგი მასალა. თან ეკოლოგიურია საკმაოდ. გასაგები. მოკლედ, ჩემო მაყურებლებო, თუ იმეს დაგჭირდეს აი ეს მომსახურეობა, 3D პრინტერი, აქეთ ეს პრინტერი, UV პრინტერი. UV პრინტერი, რომელიც რაღაც სასწაულებს ახდენს. გრავირებებს შეუძლია ბეჭდვა. ლაზერიც გვაქვს, მაგალითად შეგვიძლია სახელის და ინიციალების დატანა, ხო შეგვიძლია ნივთებს. გვერდზე რუტერის გვაქვს, უბრალოდ რუტერზე ეხლა მუშაობენ და მან რა ვიცი, შევალ კი მაგრამ დავისრულე. მე რა მაინტერესებს, იცი? ჩემი მაყურებლების უმრავლესობა არის მეიარაღე. და თუ შეიძლება დანებზე, ხანჯლებზე იარაღებს და ინიციალების და წარწერების გაკეთება, აი სასაჩუქრეთ მაგალითად, სახსოვრად ჩემგან ბატონ ვიღაცას. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ნემს ეს უბრალოდ იმდენად მარტივი რაღაცაა ამ დანადგარებისთვის, რომ
არც განიხილება, ალბათ გაკეთება შესაძლებელია. გაკეთება შესაძლებელი. მოკლედ მისამართი არის მიცემული, რომ შენგელიას 7 ნომერია, ეს არის მუხიანის გადასახვევთან. მოკლედ დიდი მადლობა ბატონო მალხაზ. დიდი მადლობა რომ ქმნით და აკეთებთ საქმეს. ჩემ მაყურებლების სახელით უმეს მადლობას მოგიხდით და ემშვიდობეთ ჩემ მაყურებლებს. აი ხარი ნახვამდის სპონტანური იყო ესე რა ვთქვა. კი ბატონო, ეს შემოსვა, მაგრამ უცბად შემოვედი და უცბად გადავიღე ეს სივრცე და არის კვადროს უფრო ფართო არის ბატონი მალხაზი მომზადებული და წარმატებებს გისურვებთ. მე საერთოდ იქ გვერდზე მოვედი ზურას გადასაღებად, ხის და კონდა ხის ხელოსნის გადასაღებად, მაგრამ რო დაგინახეთ ეს ახალი თემაა, ეს პრინტერებით, ბეჭდები და გაკეთებები და ლაზერები და მომინდა რატომღაც ჩემ არხზე ყოფილიყო თუ გამოვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად. ახონდეს